გადავხედოთ ბირჟებზე არსებულ ვითარებას. მცირედი კლებით S&P 500 ჩაიხურა 10%-ია საუბარი. მზარდი არის Dow Jones-ის ინდექსი და ასევე კლებაში არის NASDAQ-ი. რაც შეეხება Stoxx 600-ს, ანუ ევროპის ფლაგმანურ ინდექსს, ის ასევე უნიშნელოდ, მაგრამ 8%-ით გაიზარდა. პოზიტივში არის გახსნილი შანხაის საფონდო ბირჟა 36%-ით და ფენომენალურ ზრდას აჩვენებს აზიის კიდევ ერთი წამყვანი ბირჟა, ეს არის Nikkei 225-ის ინდექსი, ანუ იაპონიის ბირჟა. აქვე რო გადავხედოთ კიდევ ერთხელ თუ რა ხდება ნავთობის და სხვა ძირითადი საშუალებების ასე ვთქვათ ფასებთან დაკავშირებით, ნედლი ნავთობი უკვე $69 არის ჩამოსული, 72-ზე არის ბრენტი, ბუნებრივი აირის ფასი კუბურზე 3.24-დია. და რაც შეეხება რუსულ იურალს, ის $62-ზე არის. ოქრო უკვე $4,000-იანი ნიშნულიც კი დათმო, 3991-ზეა ხედავთ და 47.5-ზე არის ჩამოსული უნცია ვერცხლის ფასი. რაც შეეხება კიდევ ერთ თემას, რომელსაც ასევე ჩვენს კიდევ ერთ პარტნიორ კომპანია CoinMania-სთან ერთად წარმოგიდგენთ და ძალიან საინტერესო სიახლეებს, რაც CoinMania-სგან ელის კრიპტოვალუტით დაინტერესებულებს. ბიტკოინის ფასი ნახეთ, უკვე არის $60,000-ზე. ეს არის კვირის განმავლობაში 5.90%-იანი კლება. ბოლო 24 საათში ბიტკოინმა 3%-მდე დათმო. რაც შეეხება ეთერიუმს, ის $1,616-ზე არის წარმოდგენილი. კომპანიების მიმართულებითაც ბევრი არაფერი შეცვლილა. SpaceX-ი კვლავ მე-7 ადგილზეა და იცით ის ვითარება, რომელიც მას კლებას უკავშირდება და ბოლო 1 დღეში და 24 საათში მან კიდევ 1%-ით დაიკლო. ჯამში საერთო კლება კაპიტალიზაციით $300.